ამინ ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მისი ლოცვა, მისი ვედრებით ჩვენი ქვეყანა დაამშვიდოს და ჩვენი ეკლესია გააძლიეროს. გილოცავთ ევანგელ დღეს მოხსენებულ წმინდანების ხსენებას. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს ისიდორე ქიოსელს, რომელიც არის მესამე საუკუნის მოღვაწე. ის მოღვაწეობდა დეკიუსის იმპერატორობის პერიოდში და ეს არის ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ისეთი პერიოდი, ეკლესიის დევნამიდის, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი გამალებული და აი ამ პერიოდში მოუხდა ისიდორეს მოღვაწეობა. ის იყო ქრისტიანი და როდესაც იმპერიაში გამოცხადა, ასე ვთქვათ, ბრძანება, რომ ყველა ადამიანი, ვინც ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის, გაიწვიათ ჯარში, ისიდორეც აღმოჩნდა მათ შორის, ისიც გაიწვიეს ჯარში, მოხვდა ერთ-ერთი პოლკში და ფარული ქრისტიანი იყო და მე შემდეგ დადგა ის პერიოდი, როდესაც გამოიცა იმპერატორის ბრძანება, დეკიუსის ბრძანება, რომ ყველას წარმართული კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი და რა თქმა უნდა, ისიდორე ამ ყველაფერზე უარი თქვა. ის შემდეგ ერთ-ერთმა მისმა თანამებრძოლმა, ასე ვთქვათ, მეთაურმა დაასმინა პოლკის მეთაურთან და ის შეიპყრეს და მოთხოვეს, რომ კერპებისთვის ეცა თაყვანი და მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ რა თქმა უნდა ისიდორესგან უარი მიიღეს და დაემუქრა შემდეგ ეს მეთაური, რომ მას დაადუმებდა და ასეთი განაჩენი გამოუტანა, რომ მისთვის ენა ამოეგლიჯათ და მას შეასრულეს კიდეც ეს განაჩენი მოიყვანეს სისრულეში, მაგრამ სასწაული მოხდა ის, რომ ეს ადამიანი არ გაჩერებულა და მაინც ქრისტიანობას ქადაგებდა და ამ სასწაულის შემხედვარე ეს თავარი ვინც იყო, ვინც ეს განაჩენი გამოუტანა ისიდორეს, იქვე დაეცა უგონოდ და როცა მოასულიერეს, თვითონ აღმოჩნდა, რომ დამუნჯებული იყო და თვითონ დაუმუჯდა ენა და საბოლოო ჯამში უკვე წერილობით გამოსცა ბრძანება იმისი, რომ ისიდორესთვის თავი მოეკვეთათ და ეს ბრძანებაც რა თქმა უნდა აღსრულებული იქნა და ესე მოწამეობრივად შეეწირა, მოწამეობრივად აღესრულა წმინდა ისიდორე ქიოსელი. ქიოსზე ცხოვრობდა, წარმოშობით იყო ალექსანდრიიდან. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მისი მეოხებით, მისი ლოცვით გაგვაძლიეროს უფალმა რწმენაში.